ანუ იწყება ზუსტად იგივე მოძრაობა, რაც იყო 20-იან წლებში, ოღონდ ოდნავ განსხვავებული შინაარსის. ისევ ცენტრიდან წასვლა სადღაც გვერდზე, დიდი სივრცის შთანთქმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც დამახასიათებელი იყო 60-იანი წლების თაობისათვის, ჩემთვის ერთ-ერთი მაგალითი, ერთ-ერთი ნიმუში ამის არის გიორგი შენგელაიას ფილმი ალავერდობა და რა თქმა უნდა გურამ რჩეულიშვილიც. როგორც აი ამ კონტრკულტურის 60-იანი წლების კონტრკულტურის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი და ფილმიც კი ბატონო ალავერდობა, რომელიც თლიანად აგებული არის სწორედ სივრცის გარღვევის იდეაზე, ხო? სივრცის გარღვევის იდეაზე არის აგებული 60-იანელთა ამ ახალი თაობის ალბათ ასევე სიმბოლოსი მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი მიფრინავენ წეროები და მეკუბა, ნუ სივრცის გარღვევისა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, თუ როგორ არის ეს ფილმები გადაღებული სუბიექტური კამერით და სივრცის გარღვევისა, ასე ვთქვათ, შინაარსით, რადგანაც ყველა ამ ფილმში ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ცენტრს, რასაც უწოდებთ ნორმას, კი ბატონო, აქედან გაქცევა ხდება. ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ თაობისა რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს, ეს არის მარლენ ხუციევი, რომელიც ამბობს თავის თავს უწოდებს უმამო თაობას. მიაქციეთ ყურადღება, რომ 20-იან წლებში ჩვენ ვლაპარაკობთ ხახლოვაზე, რომელიც გაექცა მშობლებს, ჩაიცვა შარვალი და ბოლშევიკებს შეუერთდა, 60-იან წლებში ჩვენ ვლაპარაკობთ თაობაზე, რომელსაც მამები არ ყავდა. ესე იგი, მამები ან დაეღუპა ომში, ეს თაობა გაიზარდა უპატრონოთა თავშესაფარში, ინტერნეტში, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებდა მათ შემოქმედებაზე და მარლენ ხუციევი, რომლის ფილმში მე 20 წლისა ვარ, შვილი უფროსია ვიდრე მამა, ხო? აი ესეთი საოცარი სცენა არის იქ, როდესაც შვილს გამოეცხადება მამა, რომელიც ომში დაიღუპა და შვილი ეკითხება მამას: მამა, მე არ ვიცი როგორ ვიცხოვრო. რას მირჩევ? თითქოს ჩვეულებრივი კითხვაა. და მამა ეუბნება მას: აბა მე როგორ გირჩიო, როცა მე შენზე უმცროსი ვარ. აი ეს დაბნეულობა, უმამობა და სიცარიელეში მოხვედრა იყო 60-იანელთა, უკვე საბჭოთა და მათ შორის ქართულ 60-იანელთა ერთ-ერთი ძირითადი თემა, რომელიც ჩემი აზრით საქართველოში უაღრესად საინტერესოდ ვითარდება. საქართველოში ძალიან ხშირი არის, როდესაც ახალგაზრდა კაცი 60-იანელთა ფილმებში ასევე ამბოხებას აწყობს რაღაცის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცს მე ვიტყოდი ასე, არასოდეს არ ყოფნის გამბედაობა, რომ მთავარ ნორმას, რასაც კულტურა ქვია, გამოუცხადოს ბრძოლა. ამ თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო ფილმი გიორგობის თვე, სადაც ჩვენ საქმე გვაქვს სწორედ ჩვეულებრივ ამბოხთან, ახალგაზრდა კაცის ამბოხთან და ამ თვალსაზრისით ითვლებოდა კიდეც რომ გიორგობის თვე არის დისიდენტური სურათი, მაგრამ ამ სურათის მთავარი გმირი ნიკო მოქცეული არის იმ გარემოში, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია უწოდოთ კულტურის გარემო, კულტურული გარემო. კედლებზე კიდია ბაბუების პორტრეტები, წინაპრების პორტრეტები. ნიკო ჩაისვავს თავის ბებიებთან და ბებიებთან ერთად. არის სრული იდილია ოჯახში, ძველი სკამები, თაროები, ძველი წიგნები და კონტრასტი, როგორც ეს იოსელიანს უყვარს ხოლმე, გარეთ არის აბსოლუტურად სხვა სოციალური წრე, რომელიც ნელ-ნელა ჭამს აიმას, რასაც ნიკოს გარემო ქვია და რასაც ქვია კულტურა. ანუ ჩვენ ვიღებთ საოცარ რამეს, რომ 60-იანელები, საბჭოთა 60-იანელები, ქართველი 60-იანელები ყველაფერს უცხადებენ ბრძოლას, მაგრამ ალბათ 20-იანი წლების გამოცდილების გამო იტოვებენ საარსებო სივრცეს, რომ არ დაიხოცონ, რადგანაც მათ სიკვდილის ეშინიათ, ეს არის კულტურის სივრცე. ამიტომაც მე ეხლა ცოტა სწავი უზრდელებ და ერთი ჩემი მეგობრის მოსკოველი მეგობრის ფრაზას მოვიშველიებ იოსელიანთან დაკავშირებით, რომელსაც მე сул ვიმეორებ ხოლმე, მან ასეთი რამე თქვა იოსელიანზე, უფრო ფრანგულ ფილმებზე, მაგრამ იოსელიანზე საერთოდ, он идеализирует свою бабушку и не хочет признаться, что она трахалась со своим кучером.
ეს ძალიან უხდება 60-იანი წლების თაობას, იდეალიზაცია ბებიების და ბაბუების და რეალიზმის დაკარგვის საშიშროება აი ამ კულტურის იდეალიზაციის გამო. და აი ამ საშიშროებას ჩვენ ძალიან კარგად მივხვდით უკვე 80-იან წლებში, მე უკვე გადმოვდივარ ვთქვათ ჩემ თაობაში, რომ ძალიან არ გამიგრძელდეს. როდესაც ამ თაობას დაუსვით ჩვენ კითხვა, თუ რატომ არ იყო კონტრკულტურა საქართველოში, თქვენ იყავით ახალგაზრდები და თქვენ უნდა გაგეკეთებინათ ის, რაც უნდა გააკეთოს ნებისმიერმა ახალგაზრდამ. ის ყოველთვის უნდა დაუპირისპირდეს იმ ცნებას, იმას, რასაც წინა თაობა მას თავაზობს კულტურის სახით, თუ უნდა რომ განვითარდეს. სად იყო კონტრკულტურა საქართველოში 70-იან წლებში, როცა მოვიდა შევარდნაძე და როდესაც მისცა ამ თაობას სრული თავისუფლება, მე მხედველობაში მაქვს ტურუა, მხედველობაში მაქვს იოსელიანი, რომელიც თავად შევარდნაძემ გაუშვა საფრანგეთში. მხედველობაში მაქვს ეს რეჟისორები, ქართველი რეჟისორები, რომლებიც ცნობილები იყვნენ იმით, რომ იღებდნენ დისიდენტურ ფილმებს და შერეკილები შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც ნამდვილად დისიდენტური ფილმი დისიდენტებზე, კი ბატონო, შეგვიძლია ასე ვთქვათ. ამ დროს რატომ იყო რომ თქვენ ცხოვრობდით ხუთოთახიან ბინებში, ვაკეში, გქონდათ საგზურები და ისვენებდით ბიჭვინთაში. ზოგიერთი ცეკას წევრიც იყო, საზღვარგარეთ დადიოდით. სად იყო კონტრკულტურა? სად იყო საქართველოში კონტრკულტურა? კონტრკულტურა საქართველოში აღიქმებოდა მხოლოდ მიშა კობახიძე, რომელიც შპალიერებს აკრავდა. აი შპალიერების აკრის დონეზე იყო საქართველოში კონტრკულტურა. ეს ეხება განსაკუთრებით კინოს. და ისინი როგორც წესი ამბობდნენ საპასუხოდ იმას, რომ მათ მისცეს სრული თავისუფლება შემოქმედების, კი ბატონო შევარდნაძე მოდიოდა და იბარებდა სტურუა სპექტაკლებს, მაგრამ სტურუა აკეთებდა იმას, რაც უნდოდა. უფრო მეტიც შევარდნაძე იყო თანაავტორი სცენარისა ფილმზე მონანიება, ესე იგი საქართველოში არ იყო აუცილებლობა კონტრკულტურისა. აი ასე იმართლებენ ხოლმე თავს. უფრო მეტიც საქართველოში 80-იანი წლების დასაწყისში თეატრალურ ინსტიტუტში შეიქმნა ფაკულტეტი, სარეჟისორო ფაკულტეტი და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ამ ფაკულტეტს დამთავრებული ადამიანების ფილმები არ გადიოდნენ ცენზურას მოსკოვში. მე მახსოვს, რომ პირადად მე შუა აზიაში წავიღე გოდერძი ჩოხელის ფილმი ადგილის დედა და ბეღურების გადაფრენა თემურ ბაბლუანის და როდესაც შუა აზიაში ტაშკენტში უნივერსიტეტში ვაჩვენეთ ეს ფილმები, ეს იყო მე მგონი 85 წელი. ჯერ ფილმის ჩვენების დროს დაიწყეს გასვლა შეშინებულებმა და მე რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ მართაც აბსოლუტურად ეგონათ, რომ როცა სეანსი დამთავრდებოდა, ყველას დაგვაპატიმრებდნენ, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელი იყო 80-იანი წლების დასაწყისში ასეთი კინო გადაეღო ვინმეს. მაგრამ ასეთი ფილმები გადიოდა ძნელად, მაგრამ მაინც ხდებოდა დასავლეთის კინოფესტივალებზე და ეს თაობა, ესე იგი მამების თაობა ამბობდა, რომ პრობლემა არ არის, მათ მიაღწიეს იმას, რომ ქართული კინო გადარჩა და ქართულ კინოს შესაძლებელი ასეთი კინოს გადაღება. 85 წლის მერე მე პირადად და რამდენიმე ჩემმა მეგობარმა შევამჩნიეთ ის, რომ დაიწყო ტირაჟირება იმ თემებისა, რომელიც აი პირველმა კურსდამთავრებულებმა თემურ ბაბლუანის ჯგუფმა შემოგთავაზა. ანუ უკვე ერთი მეორეს დაემსგავსა ეს ფილმები, იღებდნენ ფილმებს ნარკომანებზე და თქვათ პოპ მუსიკოსებზე, ანუ ეხლაც რაც ხდება ქართულ კინოში დაახლოებით იგივე, ძირითადი თემა ნარკომანიის თემა იყო, მათხოვრებზე, კი ბატონო, და აი სამყაროზე, რომელიც აქამდე ქართულ კინოში არ გაჩენილა, არ ყოფილა, მაგრამ ეს ფილმები ერთმანეთს იმდენად ემსგავსებოდა, რომ უკვე აბსოლუტურად აღარ იყო საინტერესო მათი ყურება. ამ ფილმებში ყველაფერი იყო, მაგრამ არ იყო მთავარი, აი ნუ იქნება მხოლოდ ბუნტი, როგორც დოდო აბაშიძის გმირი ამბობს, ბუნტი არ იყო. დანარჩენი ყველაფერი იყო.